მოგესალმებით ჩემი გვერდის წევრებო, ჩემო გამომწერებო. დღეს მოვედი და დაგიბრუნდით ისევ ახალი ნიღბით, რომელიც ძალიან ბევრს მართლა გამოადგება ამ ცხელ ზაფხულში. ნიღაბი შეიცავს სახამებლებს. სახამებლებში იცით ვიტამინებით სავსეა სახამებლები, მაწონს შეიცავს. მაშ დავიწყოთ და გზადაგზა გეტყვით რისთვის გამოგადგებათ ეს ნიღაბი. ნიღაბი შეიცავს სიმინდის სახამებელს. კარტოფილის სახამებელს. ბრინჯის სახამებელს. და მაწონს. მაშ დავიწყოთ. ყველა სახამებელი აიმნაირი კოვზით თითო სავსე კოვს. ოღონდ ეს ნიღაბი რომ დაგრჩეთ, შეგიძლიათ მეორეჯერ, ერთი კვირის განმავლობაში მაცივარში შეინახოთ და ორჯერ სამჯერ კიდე მოიხმაროთ. იმიტომ თითო კოვზი არის ერთი სახამებელი, ეს კარტოფილის სახამებელი, ერთი სიმინდის სახამებელი, ერთი ბრინჯის სახამებელი და ორი კოვზი მაწონი. და ეს არ არსებობს, როგორი სახეც არ უნდა იყოს, დეკოლტის ჩათვლითაც რო წაისვათ, მაინც დაგრჩებათ და არ ეს ისე ვარგისიანია და შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში. მაშ დავიწყოთ. მე მოვამზადე ჩემი თასი და პირველ რიგში დავიწყებ თითო კოვზი სახამებლების მომზადებას. ყველაფერს დაგანახებთ, უყურეთ. ერთი კოვზი კარტოფილის სახამებელი. ყველა კატეგორიის სახეს გამოადგება. აბსოლუტურად ყველა კატეგორიის. ძალიან მშრალ კანს არა, ძალიან მშრალ კანს თვითონ ეს ნიღაბი, ეს მე მაგალითად არ გირჩევთ რომ ეს ჯერ უნდა დატენიანდეს კანი და მერე უნდა წაისვათ ნიღბები. ერთი სავსე კოვზი სიმინდის სახამებელი. უყურეთ. სიმინდის სახამებელი. და გადასარევი, მე რომ მიყვარს და ძალიან ბევრი ვიდეოები მაქვს ჩაწერილი, ბრინჯის სახამებელი. სამი დიდი კოვზი გამოგვივიდა. აი უყურეთ. ეს ყველაფერი მოვათავსე თასში. და უზავ თქვენთან ერთად გამზადებულ, უყურეთ, ცალკე მოვამზადე მე უკვე მეტი არ არის გამოსული, ნახეთ, ორი კოვზია. ორი კოვზის ცოტა რაღაც დარჩა და ამას არ გავაფუჭებ. უზავ. და მოვურევ. აი ახლა მე მჭირდებოდა რომ ეს მე თქვენთვის დამენახვებინა, აუცილებლად. მე ამ ნიღაბს არ წავისმევ ფუნჯით. ნახეთ, მიყურეთ, მე ამ ნიღაბს წავისმევ ხელით. უყურეთ. ეს არის საოცარი ნიღაბი. პატარა შეიძლება წიწკნა გქონდეთ, ძალიან მაინტერესებს გააკეთეთ ეს ნიღაბი და მომწერეთ როგორ მოგადგებათ.
მე მაგალითად ეს ნიყავი რო გამიკეთებია, ჩემი სახე მე თვითონ ისე მომწონებია. აი ხლა სქელი მასა თითქოს კრემსისმეო ისეთია. თითო ხის კოზი დაგანახვეთ უყავი სიმინდის სახამებელი, ეს ახლოთ შეგიძლიათ მიიტანოთ. დეკოლტეს ძალიან ხდება. ჩათვალე რომ კრემი წაივსი სახისთვის მოსავლელი. მე 9 საათი გავაჩერებ ამას. ნახეთ რომ რამდენი დარჩა. დარჩა საკმაოდ ბევრი. ატყობთ მე მგონი როგორი წასმულია, ეს ფუნჯით არ წაისმევა კარგა. გავაჩერებთ 30 წუთი მეგობრებო და ჩამოვიბანთ თბილი წყლით. ოდნავ თბილი წყლით. მასკის შემდეგ საერთოდ სახე თვითონვე უნდა გაშრეს. ისედაც ძალიან კარგია რომ თვითონ გაშრეს. ვისაც მიჩვეული აქვთ სახისკანი დაბანას, აუცილებლად თვითონ უნდა გაშრეს და რატო თვითონ? როცა თავისით შრება კანი, მაშინ იჭიმება და ის მოდუნებული კანი უკვე აღარ არის. უფრო ახალგაზრდურად გამოიყურება ის კანი. ამიტომ მაზიც, აი, როგორი საცხიც არ უნდა იყოს დამატენიანებელი. მე აი ის როა, რა ქვია, ვიზაჟისტი, მოდის გიხდით, მაგრამ ვიზაჟისტები რო არიან, სპორტს რატო ასველებენ? იმიტომ ასველებენ, უფრო ეფექტურია, სახეზე უფრო კარგად ჩდება, არაჭრელდება სახე. მე მივესალმები მის ვიზაჟისტების ამ გადაწყვეტილებას. არაჩვეულებრივად შეისწავლეს სახის კატეგორია და სახისკანი და მეც მაქვს დამთავრებული ეს ვიზაჟი და ძალიან დიდი მადლიერებით მოვიხსენებ ჩემ მასწავლებლებს. ორ ადამიანთან მაქვს ნასწავლი და ძალიან კმაყოფილი ვარ და ძალიან შეიძლება არ ვიმუშაო ვიზაჟის დარგზე, მაგრამ როგორც კოსმეტოლოგი ჩემ დარგთან ახლო იყო და ჩემ თავს გავალამაზებ და გავილამაზებ, ახლობლებს გავალამაზებ კიდევ. რაც შეეხება ჩვენი სწავლას შეგახსენებთ. ჩვენი სწავლა იწყება სექტემბერში. იცით მე მგონი ბევრმა მომწერეს კიდევაც აინტერესებდა რა იქნებოდა, რას ისწავლიდნენ. შეიძლება გაუკვირდეთ ერთ თვეშიო, რას ვისწავლითო. თუ არა ხარ მოწადინებული ერთ თვეში კი არა, ერთ წელშიც ვერაფერს ვერ ისწავლი. მაგრამ შენ რომ ადამიანი არ დაიტოვს იმ ცოდნას, შენ რომ მთლიანად გადმოგცემს და უნდა რომ შენ კოსმეტოლოგად გაქციოს, უნდა რომ შენ მეორე დღეს მუშაობა დაიწყო და გახარებული იქნება მაგით, მართლაც ჩვენთან მოხდება ეს ყველაფერი. თეორიულად შეისწავლით, ჩაიწერთ კონსპექტებს, პრაქტიკულად ყველაფერი ჩამომივიდა აბსოლუტურად. პროდუქცია რითიც უნდა დამზადდეს, რაც უნდა გამოვიყენოთ თითოეულ საცხებში, პრაქტიკული გაკვეთილი გექნებათ. ყველაფერს დავამზადებთ და ყველაფერს დაინახავთ. ჩვენ რომ გადავალთ პრაქტიკულ გაკვეთილებზე, ჩვენ თეორიულზე უკვე მოვამზადებთ, რომ ჩვენ პრაქტიკულ გაკვეთილებზე რა დაგვჭირდება და რას გავაკეთებთ. მერე მეორეთი უკვე თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ეს ყველაფერი.
დაგიღეჭავთ, გადმოგცემთ. ვინც მოწადინებულია, ვინც შეყარებულია ამ სპეციალობით, ნამდვილად რომ ისწავლის. მე მაგალითად, თუნდაც პირი გააღოს და ვიღაცამ რაღაცა მასწავლოს და იმ წუთში 62 წლის ქალი ვხდები, აი 64 დღეში და მე იმ წუთში სულ ვიმახსოვრებ, რამდენი რო გამაღვიძო და მომაყოლო მოყვები. ამიტომ თუ ჩემსავით დაინტერესებული ხართ, შეგხვდებათ, რამდვილად დაბრკოლებები შეგხვდებათ, იმიტომ რომ ესეთი რამეა, უცბად ვერ მეიღებთ შედეგს, მაგრამ თუ გულით აი პაციენტი რომ მოგივათ და რომ უნდა გქონდეთ ყველანაირი მომზადებული, რასაც შეგეკითხება, თუ პაციენტთან კონტაქტი არ დაამყარე, თუ მისგან არ გაიგე გამოწვევი მისესები, შენ ვერ წახვალ წინ. ამიტომ უნდა გულმოსმინეთ უცბად გაკეთებული საქმე, ამას არ უყვარს. დაუგდე ყური, ის შენი შპარგალკაა იგივე. კოსმეტოლოგის შპარგალკაა, რომ ის რომ მოგიყვება, შენ ამას გადახარშავ, რომ საფუძველი საიდან წამოვიდა ამ გამონაყრისა, ამ დაავადებისა და ისე მოარჩენ. დამიჯერეთ, ვინც გადაწყვიტა, ვინცაც ჩაფიქრებული გაქვთ, გექნებათ ერთი თეორიული, ერთი პრაქტიკული გაკვეთილი და ერთი სახის მასაჟი. გადმოგეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი, ჩემი საავტორო წიგნი, რომელიც გაყიდვაში არ იქნება და სწავლას რაც შეეხება, თქვენ უნდა დაინახოთ მერე და თქვენ უნდა გადმომცეთ როგორი სწავლის, მე რო ჩემი თავისი მედი არ მქონდეს, ამას არ მოვკიდებდი ხელს. მე ეს ონლაინებია პირველი ნაბიჯები ჩემი, თორემ როგორიც გინდა სახე იყოს, მე არ მეშინია. მე მართლა არ მეშინია და იმიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი. მინდა რომ მომყვეს ყველა და ყველა ისეთი წარმატებული იყოს. ბევრს მართლა გული გაუხარე, ბევრს მართლა სილამაზე დაუბრუნე, ბევრი მართლა უნაკლო გავხადე, რომელიც ტირილით იწინებდა და ტირილით იღვიძებდა. მას ბედნიერი სახე მივანიჭე და ეს ადამიანი ვარ მე, ციცკა კოსმეტოლოგი.